როგორ უნდა გავიაზროთ მოცემულობა და სტატისტიკა, რომ საქართველოში ციხეები პატიმრებით გადავსებულია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში საყოველთაო ამნისტიით და იმის დაანონსებით, რომ პოლიტიკური პატიმრების რაოდენობა შემცირდებოდა ქვეყანაში. ჩვენ ვესაუბრეთ ყოფილ სახალხო დამცველ სუჩან ანუაშვილს, რომელსაც ამ მოცემულობის ერთადერთი ახსნა აქვს, რომ ეს არის რეპრესიები და ქართული ოცნება ციხეში გამოკეტვას იყენებს სწორედ რეპრესიების მიზნით, რადგან თუნდაც აღკვეთი ღონისძიების სახით სასამართლოს შეუძლია და ამას ქართული კანონმდებლობა აძლევს ამ შესაძლებლობას გამოიყენოს სხვადასხვა ფორმა პატიმრობის ნაცვლად, მათ შორის გირაო ან სამაჯური, თუმცა დღეს ვხედავთ მოცემულობას, როდესაც სასამართლოები სინდისის პატიმრებს პირდაპირ უშვებენ ციხეში და აღკვეთის სხვა ღონისძიებებს არც კი განიხილავენ. ის რომ რეალურად სამართლის პოლიტიკა შეიცვალა ქვეყანაში, მეტი ადამიანი იდევნება. მათ შორის იგივე ნარკოდანაშაულისთვის, ხომ ეს არის სწორედ იმ პოლიტიკის შედეგი, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს. ნაცვლად იმისა, რომ მოაგვაროს პრობლემა, ის არის გადასული დასჯაზე და მაქსიმალურად ძალის გამოყენებაზე. ანუ ის პრაქტიკულად აწარმოებს რეპრესიებს და სწორედ ასეთ რეპრესიულ სისტემებში არსებობენ ამდენი პატიმრები. ხო, ევროკავშირში მაგალითად ევროპის ტერიტორიაზე პირიქით წილად-წლამდე მცირდება პატიმართა რაოდენობა და სწორედ ასეთია სტანდარტი, ევროპული სტანდარტი, რომ უფრო მეტად უნდა იყოს გამოყენებული დასჯის ალტერნატიული არასაპატიმრო მეთოდები. ჩვენ შემთხვევაში პირიქით ხდება ქართული ოცნება ხელს ისევ ხალხისკენ იშვერს, ნაცვლად იმისა, რომ მაგალითად აღიარონ ის, რასაც სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ გადავსებული ციხეები მკაცრი პოლიტიკის შედეგია, ამბობენ, რომ ადამიანები თავად აიძულებენ სამართალდამცავებს, რომ ისინი დაიჭირონ. შეიძლება ეხლა არსებობს გარკვეული სტანდარტებისაგან გადახრა, მაგრამ მადლობა ღმერთს ვერ ეტყვის, რომ ეს არის სახელმწიფო პოლიტიკა, რომ გინდა თუ არა იმდენი პატიმარი ყავდეს, რომ ქვეყანის მართვის სადავე მყარად ეჭიროს ხელში. ეს ამ მიზნით არ კეთდება. დააშავებ მოხდები ციხეში და სამწუხაროა, რომ ასეთი დანაშაულებები მატულობს. ხანდახან მეჩვენება, რომ სპეციალურად განზრახ არ აკეთებენ, განზრახ არ შეღავთ ახალგაზრდები განსაკუთრებით იმ პროცესებში, რომ როგორმე დაკავებულები იქნენ და როგორმე მეტი ოჯახი იყოს დაზიანებული. თუ როგორც ლაკა ხოშტარიამ და მისნაირებმა თავი ძალით დაიპატიმრეს, ანუ ამ სტრატეგიას გააგრძელებენ, ანუ სამწუხაროდ რა თქმა უნდა არავის არ ექნება საშუალება, რომ არ იმოქმედოს კანონის შესაბამისად. იცით რა, ძალით თავის დაპატიმრება არის, როდესაც გამიზნულად სახელმწიფო გადატრიალებაში მიიღებ მონაწილეობას, შევარდები სტრატეგიულ ობიექტში და რასაც ლოგიკურად მოყვება კანონის მხრიდან შესაბამისი შეფასებად მოქმედება, როდესაც ამას ანხორციელებ, ან სხვა არანაირ შესაძლებლობას არ უტოვებ სამართალდამცავ უწყებებს. ციხიდან ადამიანებს არა ვერ ვადასტურებ ამას, პერიოდულად ხდება ზოგადად ჰუმანური პოლიტიკის გატარება იმათ მიმართ, ვისაც განსაკუთრებული დანაშაული არ აქვს ჩადენილი. პატიმრებით გადავსებული ციხეები იმდენად ფალშისაცემი იყო, რომ ამას თავად ბადრაგიც და ციხის თანამშრომლებიც ხვდებოდნენ, აანალიზებდნენ და ამაზე საჯაროდ საუბარსაც აღარ ერიდებოდნენ. გვიყვება სინდისის ყოფილი პატიმარი გიორგი ახობაძე, რომელიც შეესწრო საუბარს, როდესაც ციხის თანამშრომლები ადასტურებდნენ, რომ იმაზე მეტი პატიმარი იყო მათ ფლიგელში, ვიდრე ეს წესით და შინაგანა წესით იყო განსაზღვრული. როგორც ჩანს, პატიმრების რაოდენობა მკვეთრად მოიმატა და ერთი მე რაც შემიძლია ვთქვა, რასაც ჩემი ყურით მოვისმინე ციხის თანამშრომლისგან, რომ ფლიგელზეო დაახლოებით 110 კაცი, 115 კაცი მყავს ხოლმეო და ეხლა უკვე 140-ო. ამას გეუბნებით 2 თვის წინ, როცა ვთქვათ, ჩემი საბოლოო პროცესი იყო და გამათავისუფლეს. იმის მერე რეები მოხდა და რა მასშტაბის დაჭერები აქვს, ეს რასაც ჩვენ ვხედავთ და თვალყურს ვადევნებთ და რასაც ვერ ვადევნებთ თვალყურს, მაგ კომპონენტშიც ბევრი იქნება, პლუს წინასაარჩევნოთ ეს რა ქვია, ესეთი პატერნია, რომელიც უხდება წინასაარჩევნოთ პატიმრების რაოდენობა იმატებს და მერე ისე ვიკლებს და მე მგონი ლოგიკურად ყველამ ვიცით რისთვისაც არის ხოლმე რა, მე ხმების მოგროვებას თხოვენ მათი ოჯახის წევრებს და მეგობრებს. მაგაზე ისიც მიუთითებს, რომ როდესაც პატიმრობის დასაწყისში ჩვენ ერთმანეთს, მაგალითად მე და კაცი ერთმანეთს დერეფანში შევხვდით ერთხელ და ხელი აუწიეთ ერთმანეთს და მაგაზე ისეთი ამბავი ატყდა, რომ დაიქცა ციხე,
მე უკვე უცებ აღმოჩნდით ერთ საკანში და მაშინ სახიფათო ვიყავით და რაღაცა 4 თვის მერე აღარ ხო ეგ მაგაშიც გამოჩნდა რომ აქციაზე დაჭერილი ადამიანები ერთად შეაგროვეს რომ მეტნაკლებად უსაფრთხოება დაეცვათ რომ უკვე აღარ ქონდათ ის რესურსი რომ სხვადასხვა კამერებში ყოფილიყავით. გადავსებული ციხეების განსატვირთად გამოიყენებს თუ არა ამნისტიის შესაძლებლობას ქართული ოცნება, ამაზე ღიად და პირდაპირ დასაბუთებით საუბარს ერიდებიან ქართული ოცნების წარმომადგენლები, თუმცა ამბობენ, რომ ზოგადად ხდება ხოლმე ამნისტიის გამოცხადება, თუმცა ახლა როდის, როგორ და რა ფორმებით გამოაცხადებენ ამნისტიას, ამაზე საუბარს ჯერჯერობით ერიდებიან.